რამდენად ხშირად გამოყენებადია, ან ცნობიერება რამდენად მაღალი არის ორალური სექსის შემთხვევაში, აი ამ ბარიერული დაცვის საშუალებებზე. ეს როცა საუბრობ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, აქ იგულისხმება ასევე ორალური სექსი, სქესობრივი კონტაქტი, რომელიც ასევე არის გადაცემის გზა. თუ ვისაუბროთ ორალურ კონტაქტზე, ხო, უნდა თქვათ აუცილებლად, რომ აი ეს საშუალებები განსხვავებული, იმიტომ რომ თვითონ ორალური სექსი არის სხვადასხვა ტიპის, ხო? ანუ სტიმულაცია შეიძლება მოხდეს როგორც პენისის, ასევე ვულვის, ასევე ანუსის. შესაბამისად, ანუ ამ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა პრევენციის ზომები არსებობს, ხო? საუბრობთ ორალურ სტიმულაციაზე პენისის, ამ შემთხვევაში ისევ კონდომი არის მთავარი დაცვის საშუალება. რაც შეეხება ორ დანარჩენს, ხო? ამ შემთხვევაში არსებობს მექანიკური ბარიერი და თუ არსები შენ ასევე სტომატოლოგი ხარ, ზურა, და სტომატოლოგიაში არის ეგრეთ წოდებული dental dam, რომელიც არის თქვა არც ვიცი ქართული ტერმინი რა არის, მაგრამ ეს არის საიზოლაციო საშუალება ლატექსის, ესეთი ოთხკუთხა ფირფიტა, აი სტომატოლოგთან რომ მიდიხართ ხოლმე და პირში რო ჩაგიგამენ ხოლმე აი ამას, აი ეს ლატექსის ფირფიტა მაგაზია საუბრობ. იგივე ბარიერული საშუალება არის რეკომენდებული ამ ორი ტიპის ორალური სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში.